მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, მედიო ყველანი კარგად ხართ. მოვიდით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და დღეს მოდით ვნახოთ, როგორი არის მისი გრძნობები თქვენს მიმართ. რას გრძნობს, რას განიცდის, როდესაც ეს ადამიანი თქვენ გხედავთ. მას ასე გვექნება სამი ვარიანტი გაშლაში. პირველი იქნება ფირუზი. მეორე მოდით იყოს ვარდისფერი კვარცი. და მესამე იყოს პირიტი. გვაქვს სამი ვარიანტი, პირველი, მეორე, მესამე და აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი და მოусმინეთ გაშლას. განწყობთ გაშლისთვის, მოახდინეთ სასურველი ადამიანის ვიზუალიზაცია, შეგიძლიათ წარმოთქვათ მისი სახელი, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი ფოტოსურათი, თუ დაგეხმარებათ ვიზუალიზაციაში და შემდეგ უკვე შესაბამისი განწყობის შექმნის შემდეგ უყუროთ გაშლას. მაშას დავიწყოთ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტი გვაქვს ფირუზი. და დავიწყოთ ფირუსით. ნახოთ, პირველ რიგში მისი გრძნობების სიგნიფიკატორი გავაკეთოთ. საოცრება არის იმ თვალსაზრისით, რომ პიროვნება, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ პირველო ვარიანტებო. ამ ადამიანისთვის თქვენ ხართ რაღაცა მსგავსი, როგორ თქვა, დავაბრუნოთ თავის ადგილას. რაღაცა მსგავსი ბავშვობის მოგონების. არ ვიცი თქვენ ხა ბავშვობიდან იცნობთ ერთმანეთს, პატარავიდან იცნობთ ერთმანეთს, თუ როგორ არის, როდის დაიწყო ზოგადად თქვენი ნაცნობობა, თქვენი ურთიერთობა, მაგრამ ამ ადამიანისთვის თქვენ ასოცირდებით რაღაცა, არცი ბავშვურ სილაღესთან, ბავშვურ სიყვარულთან, როგორია ხო, გულწრფელი, სუფთა, ხო? და შეიძლება მართლაც ბავშვობიდან იცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ამ ადამიანისთვის ხართ, არ ვიცი, რაღაცა ძალიან სუფთა, რაღაცა ძალიან წმინდა. ხო, ცოტა უცნაურიც კი არის, იმდენად ძლიერი არის და ნახეთ, გონებაში დაქვს ესეთი შეკითხვა, რატომ გაღმერთებთ ესე, რატომ გაფეტიშებთ ესე და რატომ ხედავს ამ ხელას იწმინდეს თქვენში, ხომ არ ანახებთ მას თავის ბნელ მხარეებს და ზუსტად ეს პასუხი გამქცა ტარომ, რომ დიახ. თუ ვკითხავთ მას, ხომ, აი მისი ძალიან ღრმა გრძნობებზე თუ ვისაუბრებთ, იქ სადაც მას არ შეუძლია ხო სიტყვების კონტროლი, ფიქრების კონტროლი, ვერ გააკონტროლებს, ხო? და უნდა იყოს ძალიან გულწრფელი, ხო? აი აქ ეს ადამიანი თავის საკუთარ თავთან, როდესაც გადარებთ, აქვს იცით როგორი შედარება, რომ მე ვარ ურჩხული და ეს არის უმშვენიერესი რაღაცა არსება, ხო? როგორც ურჩხული და ბამაზმანი, თუ როგორ იყო მულტფილმში, ხო? აი ესეთ კონტრასტს აკეთებს თავის თავთან. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მან თქვენთან ძალიან დააშავა, ხო? რაღაცა ძალიან დააშავა, რატო ხედავს ეს ადამიანი თავის თავს, აი ესე მძიმედ, აი ესე ფაქტია, რომ ეს ადამიანი რაღაცეებს მალავს. ფაქტია, რომ შეიძლება არ მალავს კიდევაც, შეიძლება იცით კიდევაც, რა პრობლემის წინაშეც დგახართ, როგორ წყვილი ან კონკრეტულად ამ პიროვნებას, რა პრობლემები აქვს, რა მინუსები აქვს, რა შეცდომები დაუშვა, ხო? ნაწილმა თქვენგანმა იცის, ნაწილმა ალბათ არ იცის და ეს ადამიანი რა შეიძლება იცით, მალავს თავის ტკივილს, მალავს თავის შეცდომებს. შეიძლება ბოლომდე არც კი იცოდეთ ყველაფერი და არც უნდა რომ გაიგოთ, იმიტომ რომ აქ შეიძლება შთაბეჭდილება, რომ ადამიანი ცდილობს რაღაცა დამალოს, დაუსვას წერტილი. არა იმიტომ რომ მალავს, უნდა რომ რაღაცას წერტილი დაუსვას. აი, გავეკიდე, რადგან გადავარდა არკანი.
რაღაცა ავადმყოფობაზე არის აქ საუბარი. აქ მინდოდა და რადგან თავად იჩქარა, მინდოდა მენახა, რაღაც ავადმყოფობაზე, კონკრეტულ ავადმყოფობაზე არის საუბარი. რა ავადმყოფობა არის? აი, შეიძლება ავადმყოფური შიში აქ რაღაცა მარტოობის შიში, ამ ადამიანს მარტო დარჩენის შიში აქვს. სულიერად ძალიან უჭირს, ემოციურადაც ძალიან უჭირს ამ ადამიანს და ძალიან ისეთი შიში აქვს. აი ზუსტად აი ამ კომბინაციიდან გამომდინარე, რომ თქვენ ხართ აი ესეთი რაღაცა სისუფთავე, რაღაცა ბავშვური სილაღე, რაღაცა ძალიან წმინდა მისთვის, ის თავის თავს ხედავს ძალიან დიდ ურჩხულად, ანუ რაღაცებს აღიარებს ეს ადამიანი, ხომ მოდით ესეც ვთქვათ და არ ხუჭავს თვალს თავის შეცდომებზე, თავის პრობლემებზე. მე არ ამგონია რომ აქ ყველაფერი თქვენ ბოლომდე იცოდეთ და მას ყველაფერზე უნდა რომ წერტილი დასვას. აქ საუბარი მაქვს არა თქვენს შორის ურთიერთობაზე, არამედ აი იმ გაუგებრობაზე, აი იმ აურზაურზე, რომელიც თქვენ ორ შორის არის. მას აქ წერტილის დასმა უნდა, მაგრამ როგორც ჩანს ჯერჯერობით ვერ გამოდის. მას ეშინია მარტო დარჩენის, მაგრამ ეშინია არა ისე უბრალოდ მარტო დარჩენის, მაგრამ უბრალოდ ამ ადამიანს უთქვენოდ მარტო დარჩენის ეშინია. ამ დროს თითქოს ამ ყველაფერთან შეგუება უწევს. აი ესეც პარადოქსია, ესეც უცნაურია, ხო? რატომ არის ესე, რატომ უწევს, რატომ ფიქრობს ეს ადამიანი, რომ მას ამ ყველაფერთან მარტო დარჩენა უწევს? რატო ფიქრობ ესე? რომ უნდა შეეჩვიოს ამ ყველაფერს. და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ უნდა შევეგუომი ამ ყველაფერს, უნდა მივიღო, როგორც არის ეს ყველაფერი. მას არ უნდა წერტილის დასმა უნდა, ეს ყველაფერი არ მოწონს, ამ ყველაფერთან შიში აქვს, საკუთარი თავის სადღაც ზიზღიც გაუჩნდა, მაგრამ გვეუბნება, რომ მე ამას უნდა შევეჩვიო. ეთით რა არის, ეს ადამიანი უბრალოდ არის ემოციურად დაშლილი. ემოციურად არის დაშლილი და განადგურებული, როგორც ემოციურად, ისე ენერგეტიკულად. როგორც ემოციურად, ისე ენერგეტიკულად. როგორი მძიმე და ღრმა გრძნობები არის აქ. როგორ გაუგებრობაშია ეს ადამიანი. ძალიან დიდ გაუგებრობაშია ეს ადამიანი, ძალიან რთული არჩევანის წინაშე თქო ვიტყვი არა. აქ საკუთარ თავთან ბრძოლა, საკუთარ ენერგიებთან ბრძოლა და რაღაცა ძალიან სერიოზულ პრობლემებთან ბრძოლა არის აქ გამართული. მოდი პირდაპირ ვკითხოთ, უყვარ ხართ თქვენ ამ ადამიანს? მე ვხედავ რომ უყვარ ხართ, მაგრამ უყვარ ხართ? შეიძლება ვუტრირებ, ეხლა რაღაცა შეიძლება გაეცინოს, მაგრამ თქვენ მისთვის ხართ ქალღმერთი. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ვაიმე როგორი ლამაზი და ბრწყინვალე და შეიძლება ხართ კიდევაც, ხო და ყველა ქალბატონი თავისებურად ძალიან ლამაზია. არა, აქ საერთოდ სხვა სიღრმეზე არის საუბარი. ესეთ რა, ამ ადამიანს ძალიან უყვარ ხართ. ეს ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს. თემა ზოგადად თქვენი ურთიერთობის მისთვის არის ძალიან მტკივნეული. მოცული არის მთლიანად ამაზე ფიქრით ეს ადამიანი. რაღაცას დასრულებას ვთილობს, მაგრამ მას უბრალოდ ფიზიკურად არანაირად არ გამოსდის, არც ამის ენერგეტიკული შესაძლებლობა აქვს. არ არის ახლა იმ ენერგიებში, რომ მან რაღაცა შეძლოს, რომ გაუმკლავდეს სირთულეებს. ზოგადად არის ძალიან ესეთი მძიმედ, ხო? უყვარ ხართ, ორი აზრი არ არის. ძალიან დიდ სიწმინდესთან რაღაცა, ძალიან დიდ სისუფთავესთან, ძალიან სუფთა ენერგიებთან, ხო? გულწრფელობასთან ხართ დაკავშირებული. საკუთარი თავი მისთვის არის ურჩხული, აი ესე ყავს გამოცხადებული. მე არ ვიცი რა ხდება, ძალიან საინტერესო არის ამ მდგომარეობა არის. ალბათ მიხვდებით რომ გაგიჩნდებათ კიდევაც სურვილი, რომ არ ვიცი, ალბათ პირადად კონსულტაციაზე ნახოთ რა ხდება, რა სიტუაცია არის, ვისთანაც მაქსიმალურად რეზონირდება, ხო? ამისთვის შეგიძლიათ მომწეროთ, არ მიირეკავთ, მომწერეთ 511131818 WhatsApp-ში, ან Viber-ზე და ასევე შეგიძლიათ ღამის კითხველის Facebook გვერდზე Messenger-ში მომწეროთ. ამ ვარიანტზე, პირველ ვარიანტზე შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან ღრმა გრძნობების ადამიანი, რომ ძალიან ბევრს ფიქრობს, ძალიან ღრმად ფიქრობს აი ამ ურთიერთობაზე და იმ სიტუაციებზე, რომელიც თქვენ ორ შორის არის.
მაგრამ აშკარად რაღაცა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ახლა ჩვენ მეორე ვარიანტი, ვინც აირჩია ვარდისფერი კვარცი და ნახოთ გავაკეთოთ მისი გრძნობების სიგნიფიკატორი პირველ რიგში, რა მოგვივა აქ და შევხედოთ რას გვეტყვის ტარო. მისი გრძნობების სიგნიფიკატორი რა იქნება აქ? ხო მალავს გრძნობებს მალავს ეს ადამიანი. აქ რაღაცა ბევრი ტყუილებია. ბევრი სიცრუეა, გრძნობებს მალავს ადამიანი. ხო, აი აქაც მეორე ვარიანტში თუ ჩავძვრებით ჩვენ ქვეცნობიერში და შევხედავთ მის რეალურ ემოციებს, სადაც მას გონებით არ შეუძლია ხო რაღაც манипуляციებით აქ მოგვატყუოს და გვითხრას. ქვეცნობიერში რა არის, როგორ არის, რა ხდება, რამდენად ძლიერი არის მისი გრძნობები, რეალურად რას გრძნობს, რაც არ უნდა დამალოს, ხო ჩვენ არ გვჭირდება დამალული რაღაცები. აქ არის რაღაცა სიცრუე, აქ არის რაღაცა დაფარული. აი, იცით როგორ არის, აი ფუთფუთებს თქვენთან არასწორი ინფორმაციები, რაღაცა ტყუილები, რაღაცას მალავს. მოდი პირდაპირ გითხარი, რას მალავ, რა ყველთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. რასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი? არ ვიცი, იტანჯებით ორივე? ანუ რა არის? ისე თვითონაც იტანჯება და როგორც მე ვიტანჯები, შენც ისე უნდა დაიტანჯო, რაღაცა ესეთი ამბავი გამოდის. ნუ რაღაცა მაზოხისტთან გვაქვს მაშინ საქმე. არ ვიცი, იმიტომ რომ ორივე, არ ვიცი, ორივე ერთად ხართ. რატო დაგტირით ეს ადამიანი ესე და რატო დატირი საკუთარ თავსაც? так, ჩემო ძირფასებო, მეორე ვარიანტებო, რა ხდება ბოლოს და ბოლოს თქვენთან? რატო დატირით ერთმანეთს, რატო მისდირით ამ წარსულ ურთიერთობებს, რატო თვლით, რომ ყველაფერი სიცრუე არის, რომ ყველაფერი რაღაცა სიტუაცია, არ ვიცი, ურთიერთობა სიცრუეზე არის დამდგარი, ხო? არამყარი არის საფუძველი და ეს ადამიანი მოგტირით თქვენ მიტირით ამ ადამიანს და რო არიტიროთ და დაალაგოთ სიტუაცია, რომელიც თქვენ ორ შორის არის, არ შეიძლება? მოდით ნახოთ. რატომ? ეს აქ როგორც მივხვდი, ვაჟბატონი არის იცით რა, მეორე ვარიანტი არის მათთვის, ვისგანაც პარტნიორი წავიდა. აი ესე, ვინც მეორე ვარიანტი აირჩიეთ და ისე ხო სხვასთან ერთად არის, ხო? აი მხოლოდ და მხოლოდ მათთვის არის ეს გაშლა, რომ ყავს სხვა და წავიდა მასთან. უბედურ დღეშია, შეგვიძლია ვთქვა, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მისდირის სიტუაციას, რა სიტუაციაშიც იყო. და აქ სადაც არის რა ურთიერთობაშიც არის აბსოლუტურად ბრმად ამ ურთიერთობაში. ამასთან ერთად, ხო? იმედს, აი ბოლომდე რო თქვა, ხა იმედი გადაწურული აქვს, რომ თქვენთან ურთიერთობა წერტილდასმული აქვს, თქო, არა. მას იმედი აქვს, რომ თქვენთან საბოლოოდ რაღაცის იმედის ნაპრისკარი, რისი იმედი გაქვს? ამ ადამიანს იმის იმედი აქვს, რომ აი საბოლოო ჯამში ისიც შეიცნობს საკუთარ თავს, თქვენ შეიცნობთ მას და თქვენ საკუთარ თავს და რაღაცნაირად არ ვიცი, სიტუაციას გაიგებთ, ერთმანეთს გაუგებთ და თქვენ ერთმანეთის ანარეკლი ხართ. ეს არის ორი მონათესავე სულის ისტორია, შეგვიძლია ესე ვთქვათ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზთა გამო, სხვადასხვა შეიძლება ვთქვათ ადამიანების, გარეშე პირების თუ სხვა ჩარევის გამო შეიძლება ან რაღაცა ესეთი გარემოებებია ესეთი შეიქმნა, რომ მას მოუწია თქვენგან წასვლა. და აი ეს ორი მონათესავე სული, აი სულის ტკივილამდე არის ორივე მისული, ორივეს უნდა ერთად ყოფნა, მაგრამ ნუ ეს ადამიანი მაინც არის მესამე პირთან. რატომ? ნება ხორციელი?
უარსაც ხადებს ეს ადამიანი, რომ გონების ფხიზლად არის, არ ვიცი, ძალიან საგანგაშო ნიშანი იქნება, აქ თუ თქვენი პარტნიორი გაიგეთ, რომ თქვათ, ბევრს სვავს, ალკოჰოლურ სასმელებს ღებულობს, შეიძლება არა მხოლოდ ალკოჰოლურს, არამედ სხვა რაღაცა ესეთ არა სასიამოვნო ნარკოტიკული ნივთიერებები, სხვა მსგავსი არა სასიამოვნო რაღაცეები, ხო. ეს ადამიანი ცდილობს ყველანაირად, რომ გაიქცეს აი ამ პრობლემებიდან, იმ რეალობიდან, რომელიც მას ძალიან აწუხებს, რომელიც მას ძალიან ტკივა, გაიქცეს ისე, რომ აი საშუალოდ მოიშველიოს ის, რომ იყოს არაფხიზელი, დაიკმაყოფილოს იქ თავისი ნება ხორციელი და ასე შემდეგ, ხო? აი ეს შიშებს იკლავს ეს ადამიანი. აქაც შიშები არის, აი პირველ ვარიანტშიც ამოვიდა შიშები. არ ვიცი, მაინც გირჩევთ მეორე ვარიანტებო, პირველ ვარიანტსაც მოусმინეთ, აბა. ძალიან საინტერესო იქნება, შეიძლება ძალიან ესეთი ბმები აღმოაჩინოთ ერთმანეთთან. აქ ადამიანს აქვს რაღაცა შიშები, აქაც უბრალოდ და აი იკლავს, პირველ ვარიანტში მონსტრად ხედავს ადამიანი თავის თავს, ხო? აი აქაც რაღაცა მონათესავე სული ხართ, მისი ძალიან ახლოს ხართ, ძალიან იბრძვის თქვენთვის, ძალიან შიგნიდან ჭამს ეს ყველაფერი, მაგრამ სხვასთან არის, აი კონკრეტულად არის სხვა პიროვნება, აქ მესამე პიროვნება არის, ვისთანაც არის აი ესე ვნებით ხორციელად ესე ვთქვათ, მიბმული, ცდილობს რომ იყოს არაფხიზელ მდგომარეობაში, რაღაც სხვადასხვა ნივთიერებების თრობის ქვეშ, რომ ამ ტკივილს და ამ შიშებს გაექცეს. ის უარს ამბობს, რომ ფხიზელი თვალით შეხედოს სიტუაციას, ფხიზელი თვალით შეხედოს ყველაფერს, რაც მის გარშემო, რაც თქვენს გარშემო ხდება. არა, აქაც ახლა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უნდა შეხედოთ რა. პირველ ვარიანტსაც აუცილებლად მოусმინეთ მეორე ვარიანტებო, ვინც ჩემი ხშირი მსმენელია, იცის რომ ვარიანტები ხშირად ებმევა ხოლმე ერთმანეთს. აქ საკუთარი თავისგანაც გაქცევა არის და ძალიან სახიფათო გაქცევა არის აქ საკუთარი თავიდან. იმიტომ რომ ეს კარგს არაფერს არ მოუტანს მას და როგორც ხედავ, აქ მისთვის მშველელი არც არავინ არ ჩანს. არც არავინ არ ჩანს მისთვის მშველელი. ეს არის იცით როგორ აი ჩაძირულ გემზე არის ადამიანი. ფაქტიურად სადღაც შეიძლება საკუთარ თავსაც ვერ პატიოს და სადღაც წირავს კიდევაც საკუთარ თავს, რომ აი რაც დამემართება, ყველაფერს ღირსი ვიქნები. როგორც ცუდი რამეც არ უნდა დამემართოს, ყველაფერს ღირსი ვარ, ყველაფერს ვიმსახურებ, რაღაცა ძალიან პესიმისტური ამბები მოდის აქ და ცოტა ზედმეტიც იცით, აქ ალბათ უფრო კარგი იქნებოდა, რომ შეძლებოდა მას და რაღაცა კაცურად დამდგარიყო ამ სიტუაციაში, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. აქ თქვენ თუ იკაცებთ ამ სიტუაციაში, თორე თვითონ ნამდვილად ვერა. აი ესეთი ამბავი არის აქ. მეორე ვარიანტებო. როგორც გითხარით, თუ ვსყურეთ პირველ ვარიანტს, საინტერესო იქნება ეგ ვარიანტიც თქვენთვის და ვინც თვლით რომ და ფიქრობთ რომ პირადი კონსულტაცია გნებავთ ჩემთან, შეგიძლიათ მომწეროთ, არ მირეკავთ, შეგიძლიათ მომწეროთ ნომერზე 5111318, მხოლოდ WhatsApp-ში ან Viber-ზე. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ღამის მკითხველის Facebook-ის გვერდის Messenger-ში. გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი ეს არის, ვინც აირჩია პირიტის გული. და საინტერესოა, აქ რა მოგვივა. სიგნიფიკაცია გავაკეთოთ პირველ რიგში მისი გრძნობების. გავაკეთოთ სიგნიფიკაცია მისი გრძნობების. აი, იმიტომ მეყვარს ერთ ვარიანტზე გაშლა, რომ ერთ თემას მიყვები და ბოლომდე ამოვწურავ ხოლმე და ამაზე ვისაუბრებ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ,
მოდის მოვეხდი ამ გამოთქმისთვის მიჩალიჩებს ხოლმე ტარო, იმიტომ რომ აქ აშკარად სამივე ვარიანტი ერთმანეთს გადაება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კიდევ გაშლის მიმდინარეობისას გეტყვით და გირჩევთ, მაგრამ მესამე ვარიანტება მოусმინეთ პირველს, მეორეს და შემდეგ უკვე მესამე ვარიანტს, იმიტომ რომ აქაც მისი გრძნობების სიგნიფიკატორი არის, როგორ თქვა, ყინულის გული, გაქვავებული გული, როგორც არ ვიცი, რაღაცა სიცივე, ძალიან სიცივე, ჩამოშლილი, ჩამოთვლილი, ნანგრევებად ქცეული. მე ეხლა მინდა აქ უკვე მოვიშველიო აი ეს დასტა. იმიტომ რომ აქ უკვე სხვანაირი, რატომ გვაქვს ესეთი გაყინული გული, ჩემმა ღამურებმა გითხრან ამის შესახებ. რატომ გაგვეყინა? მე ვფიქრობ, რომ იჩქარა, ძალიან იჩქარა, როგორ დაუფიქრებელი ნაბიჯები არის. რაღაცაზე არ დაფიქრდა, ძალიან იჩქარა. აქ არის ფაქტორიც ამოდის. ნუ აქ შორთან ხვდით, რომ დაშორებული არის წყვილი, ან შორდება. აქ წასული არის ადამიანი, ხო? აქ ოჯახური იდილია დაინგრა, აქ დაინგრა. ამ ურთიერთობის დანგრევასთან ერთად, აი ამ ოჯახური თბილი იდილიის დანგრევასთან ერთად დაინგრა, როგორ თქვა, ეს პიროვნებაც დაიშალა, ჩამოიშალა, ჩამოინგრა და როგორ თქვა, გამოიფიტა. მან დაკარგა საკუთარი მე, საკუთარი თავი. ნუ აქ უკვე ვიცით ხომ, რომ აშკარად სხვასთან არის წასული, რომ აქ არის მესამე პიროვნება. აქ არის მესამე პიროვნება, მაგრამ ნუ იცით რა არის, აი ამ მესამე პიროვნებასთან ურთიერთობა რაღაცა ქარიშხალს გავს, იცით? წარმოიდგინეთ სადღაც ესეთი ბუნებაში, ტყეში სადღაც მოხვდით, არის რაღაცა ესეთი საშინელი ქარი, ქარიშხალი ანგაროს ყველაფერს და აი ფუღუროში შეძვერით ვიღაცასთან ერთად და ნუ აი ფუღუროში უნდა იყოთ, იმიტომ რომ იქიდან თუ გამოხვალთ ან ხი დაგეცემათ, ნუ მოკლედ რაღაცა დაგემართებათ რა. მოკლედ რაღაცა დაგემართებათ და სანთელი ისევ ანერვიულდა. მოდით ვკითხოთ, რადგან ესე ანერვიულდა ჩემი სანთელი. კითხარი არის აქ რამე მაგიის მაგვარი. აი, იცით რა არის? ენერგეტიკული ზემოქმედება. ტაროს ვეკითხები, არის აქ რაიმე მაგიური ზემოქმედება და ამოდის პირდაპირ არკანი ენერგეტიკული ზემოქმედება. აბსოლუტურად უარს ამბობს, აუცილებლად მოусმენთ მეორე და პირველ ვარიანტებს, რომ მე ხა იგივე არ გავემეორო აქ. აბსოლუტურად უარს ამბობს ეს ადამიანი, რომ ფხიზელი თვარით შეხედოს რეალობას, მას არ უნდა რეალობასთან ჰქონდეს არანაირი კავშირი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ იყოს ფხიზელი. მას საკუთარი თავის დანახვის ეშინია. ძალიან დიდი ტკივილი, ძალიან დიდი ნეგატივი იზრდება მასში. ძალიან დიდი ნეგატივი გროვდება აქ. აქ თქვათ, კარგად შეიძლება ვერ დამთავრდეს ყველაფერი. და თქვენ კიდევ ძალიან ბევრს ფიქრობთ, ძალიან ბევრს წელავთ. აქ თქვენი ჩარევა პირდაპირ არის, სხვათა შორის ახლა ძალიან საინტერესო შეერთება იყო. როდესაც ერთიანდება წყლის და ცეცხლის სტიქიები, ენერგიები, ეს ორი მძლავრესი ენერგია და აი იცით რა არის, ახლა ეს ამოგვივიდა ზუსტად აქ, რომ აი ეს ტრანსფორმაცია, ნეგატიური ტრანსფორმაცია წავა აქ ადამიანთან, აქ საქმე უკან და უკან წავა. თქვენ აქ მე რატომღაც ასე მიჩვენებს, შეიძლება ეს ყველას არ ეხება, მაგრამ ისეც უნდა გავიგოთ ხო, რომ საჯარო გაშლა არის და დეტალებში მე აქ ვერ ჩავალ, მაგრამ აქ მიჩვენებს რას, რომ თქვენ
შეიძლება შეგიძლიათ კიდევაც რომ რამე გააკეთოთ ამ ურთიერთობის გადასარჩენად, მაგრამ არ აკეთებ და უბრალოდ დამკვირვებლის როლში ხართ. ან ძალიან ბევრს ფიქრობთ. იცით თქვათ რა არის საჭირო. ნუ აქ ეხა კონკრეტულად რო აჩვენებს რომ ენერგეტიკული პრობლემები არის და აქ არ ვიცი ჯადო-მადო რასაც ახეთ ხოლმე თქვენ შეიძლება ასეც იყოს, ხო? ნუ არ შეიძლება სერიოზულად არ აღიქვავთ ამას, ხო? ყველას ვერ დააჯერებ, ყველას ვერ გააყოლებ, მაგრამ აქ ძალიან სერიოზული პრობლემები არის და სერიოზული დესტრუქციული ამბებისკენ მივდივართ. აქ ახლა სხვა რაღაცასაც მინდა ერთი წამით შევხედო. მესამე ვარიანტში თუმცა როგორც გეუბნებით, ნუ არა, ვინცეთ რა არ მოქმედებთ, მაგრამ აი ამის ნახვა მინდა ზუსტად. შეგიძლიათ თუ არა თქვენ ამ სიტუაციის გადარჩენა. არანაირი კამათი, არანაირი ჩხუბი არ უშველის ამ სიტუაციას, რაც თქვენთან არის. არანაირი გაბუტვა და როგორც გინდა შენა. აქ ეხლა იცით როგორ ამოხვედით, რომ აი ეხლა იცი რა თვითონ არის დამნაშავე და რაც უნდა ისქნას. თუ რაც უნდა ისქნას, მაშინ ამ გაშლასაც ნუუყურებთ, თუ არ გაინტერესებთ, ზოგადად როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობები, ხო? თქვენ ელოდებით მოქმედებას და ნაბიჯების გადადგმას ადამიანისგან, რომელიც ფაქტიურად არის ხელფეხშეკრული და აი რაღაცა სულიერად ავადმყოფ ადამიანს არის დამსგავსებული და რაღაცა ადეკვატურ განაბიჯებს, ადეკვატურ საქციელებს ელოდებით ამ ადამიანისგან. და ეს არ მგონია ვერ ვიტყვი რომ მე არ ვიცი ეს ვისთან რეზონირდება ესე, შეიძლება ერთი ადამიანი იყოს ესეთი, მაგრამ ეს უნდა თქვა. რომ არ მგონია ესე სიტუაცია გამოსწორდეს. რადგან უყურებთ გაშლებს, ხო, ჩემს გაშლებს, სხვის გაშლებს ალბათ, ხო? ესე იგი გაინტერესებთ, მაშინ რატო არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ აქ სიტუაცია გამოასწოროთ. თქვენ თუ გონიათ, რომ ეს ადამიანი მარტო და მისგან ეს მოთხოვნა გაქვთ, რომ კაცია და რაღაცა მისი ბრალია და თვითონ უნდა მოაგვაროს ყველაფერი. აი ესეთი განწყობა თუ გაქვთ და ესეთი მოლოდინი ძალიან ცდებით, იმიტომ რომ აქ ენერგეტიკულად ადამიანი ძალიან არამყარია, ძალიან სუსტია, ჩამოშლილია, ხო, ესე ენერგეტიკულად, სტრუქტურულად ჩამოშლილია ადამიანი და ფაქტიურად წირავს იმ სიტუაციას, თვით დასჯა აქვს, თვით გვემა აქვს ეხლა, რომ კი, მე ესეთი ურჩხული ვარ, მე ესეთი საზარი ვარ, ამიტომ ბოლომდე უნდა დავისაჯო და სჯი საკუთარ თავსაც, თავისთავად თქვენც ისჯები და თქვენ ყველაფერს კიდევ უყურებთ გვერდით, ესე არაფერი არ გამრავლად შემოგარ. არ ვიცი, აი ეს საყვედური მომიტევებთ ალბათ, ხო? ვის ეკუთვნის, მაგრამ აი ესეთი სიტუაცია. მესამე ვარიანტებსაც ვეტყვი, ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, იგივე დიაგნოსტიკა, მაგიური ზემოქმედების დიაგნოსტიკა, ხო? ანუ შემოწმება აქვს თუ არა ადამიანს ეგრეთ წოდებული ჯადო-ნეგატიური ენერგეტიკული პროგრამების საგვარეულო და ასე შემდეგ, ხო? ან თუნდაც გაშლები, ხო? სხვადასხვა საკითხებზე. შეგიძლიათ მომწეროთ, არ მირეკავთ, მომწეროთ WhatsApp-ში ან Viber-ზე ნომერი 511131818 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ღამის მკითხველის Facebook გვერდის Messenger-ში. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც უყურა ამ გაშლას, ველოდებით თქვენს გამოხმეურებას. საინტერესოა, ის არ ვიცი ვინ არის ის, ვისთვის იყვირა ამ გაშლაში და რომ ვისთვის მოგვაწოდა სამყაროფეს ინფორმაცია. ნუ ასე თუ ისე, ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ხართ ჩემ არხზე, ყველას დიდი მადლობა აქტიურობისთვის, კომენტარებისთვის, გამომწერებს განსაკუთრებით მადლობა და ყველას, ვინც მომავალში გამოიწერს ჩემს გვერდს. მეულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებ.